მოგესალმებით ჩემოძრუფესებო. ეს არის არხით აროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. მას ასე წარმოთქვით საკუთარი სახელი, ჩაიფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი და ვნახოთ უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ და ვნახოთ რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებთ, რა სასიკეთო ცვლილებები მოდის თქვენს ცხოვრებაში. მას ასე დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე მომმართოთ. წმენდის რიტუალები და ჩახსნის რიტუალები. რა არის წმენდის რიტუალები? წმენდის რიტუალები არის აბსოლუტურად ყველანაირი ნეგატიური ენერგიებისგან განთავისუფლებისთვის, მოსაშორებლად, ახალი ენერგიებისთვის, სიახლეებისთვის, თუ კი რაიმე წინააღმდეგობა არსებობს, ჩახსნები რას ნიშნავს? ჩახსნა არის ნეგატიური ენერგიების ზეწოლები, ადამიანთან მიჯაჭვულობების ჩახსნები, რაც მენტალურად ნახეთ ვერ დამთავრებული ურთიერთობები და სადაც ვერ ხდება მენტალურად განთავისუფლება, ამისთვის არის ძალიან ფანტასტიკური და ასე შემდეგ. ამ რიტუალებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ. რაც შეეხება ჯადოს, არ ვაკეთებ და არავითარ შემთხვევაში არ მომმართოთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი SMS-ი მომდის და ცოტა დაფიქრდით, რას აკეთებთ. აი ეს არ არის ხუმრობა. არ არის ეს ხუმრობა და აუცილებლად ამისთვის დაისჯებით. მას ასე უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. ნახოთ რა ხდება. მიხართ თქვენ? ძალიან დიდი წინააღმდეგობები, კონფლიქტური ენერგია, ძალიან დიდი წინააღმდეგობები მეგობრებო, ჩამოკიდებული სიტუაცია, მაგრამ ეს ჩამოკიდებული სიტუაცია თითქოს ახლა უკვე გამოსწორებისკენ მოდის. საკმაოდ დიდი ხანი გაიარეთ ბრძოლის ენერგია. ბოლო განსაკუთრებით, ბოლო 7 ვიღაცასთან 7 ვიღაცასთან წელიწადნახევრის ტენდენციაზე საკმაოდ დიდი ბრძოლის ენერგია. ეს ბრძოლის ენერგიები შესაძლებელია იყოს როგორც ფინანსური, ჯანმრთელობის პრობლემებიც, ასევე პირად ურთიერთობებში ჩამოძვრიფესება, მაგრამ აუცილებლად გეტყვით იმ ფაქტს, რომ უკვე მზე ამოდის და აი ამ ენერგიებისგან, სადაც საკმაოდ დიდი ბრძოლა მოგიწიათ, ეხლა უკვე გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. მზის ენერგია ნიშნავს კმაყოფილების ემოციას, ნიშნავს ბედნიერების ემოციას, თუ კი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით იყო რაიმე ხელახლა დაბადებას ახალი ენერგიებით ჩამოძვრიფესებაზე. აი გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ვიდეოს ნახვიდან 7 თვის ტენდენციაზე საკმაოდ საოცარი არაჩვეულებრივი ცვლილებები გექნებათ ჩამოძვრიფესება, წინ და წინ წავა საქმეები, ვიღაცა აუცილებლად ან ემიგრაციას გადაწყვეტავს, ან უკან დაბრუნებას გადაწყვეტავს და ეს ერთგვარად იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში. მიაქციეთ ყურადღება მამაკაცთან ურთიერთობა ამოვიდა, ეხლა აქ არის ძალიან მძიმე ენერგიები, მამაკაცი, პენტაკლების მეფე, სადაც აშკარად ხდება ენერგიული ზეგავლენები, იმიტომ რომ ფურომი ქალი მეტნაკლებად მაინც აღნიშნავს ქალს, რომელიც ენერგიებით თამაშობს, მათ შორის რასაც ჩვენ ჯადოს ვეძახით და ასე შემდეგ, იქ სადაც კედელია აღმართული ურთიერთობაში და ურთიერთობა უკვე იმედენად მძიმეა სატარებლად, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის. აქ შემიძლია უდაოდ გითხრათ, რომ არის ზეგავლენები მაგიური მესამე პირებისგან. მესამე პირები არ კონკრეტდები, ვინ შეიძლება იყოს, თუმცა აქ მრავალფეროვნად შეიძლება განვიხილო, იმიტომ რომ საჯაროა, ესეც გაითვალისწინეთ ჩემოძვრიფესებული. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით კი ბატონო რაღაცა სიშორეა. სიშორე მენტალური, ფიზიკური, ნახეთ, შესაძლებელია ერთ სახლში იმყოფებოდეთ, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტაზე ხართ. აი ესაც ზუსტად არის გამოწვეული იმ რაღაცა ზეგავლენების, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ძალიან დაბინდულია, ესე ვიტყოდი, რაღაცნაირად არეულია, უკონტაქტო შეიძლება იყოს, სურვილიც კი არ ქონდეს, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, იმიტომ რომ თვითონ ვერ ხვდება რა ჭერს ქაოსურ მდგომარეობაშია. რაც შეეხება ეხა სამსახურთან დაკავშირებით და საბუთებთან დაკავშირებით, ვისთვისაც ეს აქტუალურია ჩემოძვრიფესება, ვიდეო ნახვიდან 3 თვის ტენდენციაზე, აქ არის ძალიან საინტერესო სიტუაციის შემოტრიალების საშუალება, სასიკეთო თვალსაზრისით. ბევრი თქვენთაგანისთვის მე-9 თვე, ანუ ეს შეიძლება იყოს სექტემბერი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური რესურსების სამსახურის ახალი კონტრაქტების გაფორმების თვალსაზრისით. აუცილებლად ბევრი თქვენთაგანი აქ ან სამსახურს შეიცვლით, ან ახალ კონტრაქტს აფორმებთ, ეს შეიძლება პირადი ბიზნესიც იყოს რასაკვირველია და საბუთებთან დაკავშირებული ძალიან დიდი სურვილების ასრულება გაქვთ. ცოტა მოგვიანებით, არავითარ შემთხვევაში არ შეუშინდეთ ამ ცვლილებებს, სასიკეთო ცვლილებებს, იმიტომ რომ ამას მოგვუზარმაზარი ფინანსური რესურსებით და პარალელურად ცვლილების ასრულებაც. აქ ბევრი თქვენთაგანთან ვისთანაც აქტუალურია კიდევ ერთხელ დოკუმენტების საბუთების
განხრით თვალსაზრისით აქ ძალიან დიდი სიხარული გვაქვს და შეიძლება იყოს საბანკო ანგარიში, შეიძლება იყოს პირველგაყიდვის ტენდენცია, შეიძლება იყოს ვიზა და ასე შემდეგ. ვისთვის რა, ხო? ამიტომ აქ უდაოდ უზარმაზარისურული სასრულება გაქვთ ჩემი ძვირფასებო და არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. პირიქით, ნახეთ, ეხლა იმდენად გარდამტეხი პერიოდი იწყება თქვენთვის, რომ აი ეს ჩამოკიდებული სცენარი თუ აი ეს რაღაცა კონფლიქტური ენერგიები და ჭირაობის ენერგიები, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია გადიხართ, თავდება, აუცილებლად მთავრდება. გეტყვით იმას, რომ აი სამსახურს და ფინანსებს უკავშირდება, ეს შეიძლება იყოს თქვენი კარიერა, ფინანსები, ბიზნესი და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ პირად ურთიერთობებში. აქ არის ენერგია ახალგაზრდა მამაკაცის. ისე შესაძლებელია ქალბატონებს განსაკუთრებით მიმართავ, რომ შესაძლებელია ასაკით თქვენზე პატარა იყოს, აქ ემოციებს განვიხილავ უდაოდ, აქ თითქოს გამარჯვება გინდათ ამ ენერგიებზე, იმიტომ რომ საოცრად დაბალ ვიბრაციებში ხართ, განცდებში ხართ. გინდათ ამ სიტუაციაზე გამარჯვება. განსაკუთრებით ბოლო 6 თვე ვიღაცასთან მნიშვნელოვნად აქტუალურია ეს დაძაბული ტენდენციები პირად ურთიერთობებში. 6 წელი ძალიან დიდია ვერ განსაზღვრა, უფრო მგონია რომ მაინც 6 თვე. ნახეთ, აქ სამუშაო პროცესია. სამუშაო პროცესია იმისთვის შემოძვირფასებო, რომ ეს მამაკაცი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დაბალი ვიბრაციები, ხლები, სიცივე, დისტანცია, უხეში, შესაძლებელია კომუნიკაცია არ არის და თუ არის და ძალიან ცივი, გაცილებული პარტნიორი, რომლისგანაც მოდის ღალატი არ ნიშნავს მხოლოდ სხვასთან ინტიმს, ხო? აქ მრავალფეროვნად შეიძლება განვიხილო ღალატი. ბევრ თქვენთაგანთან სამწუხარო ტენდენცია ის არის, რომ პარტნიორი გატრიალებულია და ურთიერთობა თითქოს აი გაღრმავებული პაუზა უკვე დასრულებისკენ მიმავალია. ნახეთ, იმისთვის რომ მოხდეს ამ ადამიანის წარსულში დაბრუნება, ანუ ნიშნავს თქვენი ურთიერთობა უკვე წარსულს მიენიჭა, რომ დაბრუნდეს წარსულში დაბრუნება და მოხდეს მისგან თქვენგან არა, მოქმედება და რაიმე ნაბიჯების მოთხოვნა, შანსის მოთხოვნა, ამისთვის აუცილებელია ამ ადამიანის ამ ენერგიებისგან განთავისუფლება. დახმარება ჭირდება. ენერგეტიკული დახმარება ჭირდება. აუცილებლად სხვა შემთხვევაში აი აქ მესამე პირები, რომლებიც არიან ჩარეულები, ამან მოახდინა რეალურად ძალიან ღრმა პაუზა და ძალიან ბევრი დაბრკოლება პირად ურთიერთობებში. ეს მესამე პირები ვიღაცასთან დედა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი მაინც სტაბილური ქალია, ქალი რომელსაც აზრსაც ითვალისწინებს, პარალელურად ნახეთ სხვა ქალი, რომლის აზრიც მისთვის მნიშვნელოვანია, დედა, რომლის აზრიც მისთვის მნიშვნელოვანია, ან შეიძლება იყოს მორიგი ნათესავიც, რომლის აზრსაც ითვალისწინებს შემოძვირფასებო, თუ სამკუთხედში ხართ. რაც ძალიან დიდი ალბათობაა ჩემი ძვირფასებო, იცოდეთ რომ ამ სამკუთხედიდან ეს კაცი არ გამოდის, არ ტოვებენ ერთმანეთს, ვერ ტოვებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა გარკვეული ვალდებულებები, რომლის გამოც უწევს ამ ქაოსში ყოფნა და ცხოვრება. საკმაოდ რთული გახდა მისთვის ყველაფრის ანალიზი, ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, იქ სადაც აქამდე ჰქონდა თავისუფლება, ჰარმონია, სამწუხაროდ ეხლა იმდენად დიდი ტვირთია ეს ყველაფერი მისთვის, რომ წარმოვიდგენთ. თუ სამკუთხედია ჩემი ძვირფასებო, არჩევანი ბოლომდე არ არის გაკეთებული, აუცილებლად ცდილობენ იქ იმ სამკუთხედში სიტუაციების დალაგებას, თუ არ არის ეს სამკუთხედი, მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ არის სხვა ქალსა და თქვენ შორის კეთდება რაღაცა გარკვეული არჩევანი და ცდილობს, რომ ეს არჩევანი რაღაცნაირად სწორად მიიღოს იმისთვის, რომ არ მოხდეს საბოლოოდ ნგრევა მის ფუნდამენტური ნგრევა მის ცხოვრებაში, ეს მის პირადს უკავშირდება. ამიტომ, რა ვიცი, მიაქცეთ ყურადღება ენერგიებს, იმიტომ რომ ზეგავლენები ნამდვილად არსებობს ამ ადამიანზე, მენტალური, ფსიქოლოგიური, მაგიური და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მოხდეს სასიკეთო თვალსაზრისი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. კი ბატონო, გამომწყდეულია რაღაცნაირად, აი ძალიან რთულ პერიოდს გადის და თითქოს ჭირდება დახმარება იმისთვის, რომ აქედან გამოვიყვანოთ. წარმატებებს გისურვებთ ჩემი ძვირფასებო, მიყვარხართ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. დროებით მომავალ შეხვედრამდე.